გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას და შემოგთავაზებთ ერთ პატარა გაშლას. წარსული არ წყო და მომავალი. რა იყო თქვენ ცხოვრებაში? რა არის და რა იქნება? ნახოთ რამდენთან რეზონირდება ეს გაშლა. წარსული არ წყო მომავალი. გაშლა იქნება ერთ ვარიანტად. ზოგადი მიმოხილვა. რაღაცა გაურკვევლობა, სტრესი, გადაწყვეტის პროცესი შესაძლებელია მოხდა კამათი და ეს ეხება რაღაც სიტუაციას, რომელიც სიტუაციაც ახლა შეჩერებულია თქვენ ცხოვრებაში და ეს რამდენადაც უცნაურად არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს შეჩერება თქვენ ცხოვრებაში გამოიწვია მაღალმა ძალებმა. აქ შეიძლება თქვენ ადანაშაულებდეთ ადამიანებს, ადანაშაულებდეთ საზოგადოებას ამ ყველაფერში, მაგრამ მიგითხრათ, რომ სრულტყუილად ეს შეჩერება, სიტუაციის შეჩერება თქვენ ცხოვრებაში გამოიწვია მაღალმა ძალებმა, რადგან მაღალ ძალებს უნდათ ასე და ზუსტად კარტი ამოვიდა 50-50-ზე, ბევრთან იმისთვის, რომ ბევრთან რეზონირდეს, დაფიქსირდა ასე, რომ არკნები არის 50-50-ზე, ზოგთან არის ფინანსებთან დაკავშირებით და ზოგთან არის სასიყვარულო სფეროსთან დაკავშირებით ეს შეჩერებული სიტუაცია. თუ სიყვარულთან დაკავშირებით იყო, ალბათ შესაძლებელია ცუდმა ედნებმა შეაჩერა სასიყვარულო სფერო და ასევე რაღაც კამათმა არასწორობამ გამოიწვია ფინანსების შეჩერება, ვისთანაც ფინანსებთან არის დაკავშირებული. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა ეხებოდეს ფინანსებს თუ სასიყვარულო სფეროს, მინდა გითხრათ, რომ ნურავის უნდა დაადანაშაულებთ ამ ყველაფერში, რადგან ეს მაღალ ძალებს უნდათ ასე და გამოიწვია მაღალმა ძალებმა ამ ყველაფრის შეჩერება. შეჩერდა ცუდი ენებით, შესაძლებელია ცუდი ჭორებით, მაგრამ როგორც თქვი კიდევ იმეორებ, ეს ყველაფერი მაღალი ძალების ზემოქმედებით. მაგრამ ის რაც გაჩერდა თქვენ ცხოვრებაში, მინდა გითხრა, რომ არ დასრულებულა მიმდინარეობს დაკვირების პროცესში, თქვენი იმყოფებით დაკვირების პროცესში გაკვირდებათ საზოგადოება, ზოგ საზოგადოება, სადაც ფინანსები ალბათ იქ მიმდინარეობს დაკვირება საზოგადოების მხრიდან და სადაც სასიყვარულო სფეროა, გაკვირდებათ პიროვნება. არ არის დასრულებული, ეს ყველაფერი შესაძლებელია ამოძრავდეს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წამს. თუკი ადამიანი მიხვდება, ადამიანი და ზოგადად საზოგადოება მიხვდება იმას, რომ ამ ყველაფერში თქვენ ბრალი არ მიგიწვეს და მოხდა ყველაფერი ჭორების საფუძველზე. და რა თქმა უნდა, ამ ბევრი ფიქრით და დაკვირვებით ადამიანი აღმოაჩენს ამ ყველაფერს და მოხდება ძალიან სწრაფი განვითარება, იქ რაშიდაც თავს დაზარალებულად გრძნობთ და თქვენი გონება გადაერთო ამ ყველაფერზე. ვეღარც ფიქრობთ, ვეღარც აზროვნებთ, ვეღარც მოქმედებთ, თქვენი გონება ერთ რამეზეა მიმართული, მხოლოდ ამ სტრესზე ფიქრში. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან სწრაფად იქნება შემოთავაზება, ის რაზედაც დარდობთ, არ განვითარდა თქვენ ცხოვრებაში სწრაფად და თავს ვთვლით დაზარალებულად, მინდა გითხრათ, რომ იქნება სწრაფი ნაბიჯის გადმოთქმა, განვითარდება სიტუაცია სწრაფად, ბევრი დაკვირვების, როგორც ახლა გითხარით, თქვენ ხართ დაკვირვების პროცესში და ბევრი დაკვირვების საფუძველზე აღმოაჩენენ, რომ თქვენ ხართ უდანაშაულო, თქვენ ხართ სწორი, თქვენ ხართ მართალი და განიქნება სწრაფი განვითარება იმ სფეროში, რაშიდაც თავს გრძნობთ დაზარალებულად.
გარკითხვა იყო წარსული აწყო მომავალი. წარსული აწყო მომავალი, ანუ განიხილა ისე, რომ წარსულში იყო თავს გრძნობით დაზარალებულად შეჩერდა თქვენ ცხოვრებაში რაღაც. იმ რაღაცაზე ეხლა ამ დროში მიდის დაკვირვებები. ზოგთან ეს არის სასიყვარულო სფერო და ზოგთან ეს არის ფინანსები, მარტივად რო აგიხსნათ. და ამ ყველაფერს დაკვირვების საფუძველზე მოჰყვება სწრაფი განვითარება თქვენ და სასიკეთილ დღეოდ. ადამიანები მუშაობენ ამ პროცესზე, მუშაობენ დაკვირვების სახით. თქვენ იქნებით გამარჯვებული. თქვენ დაიკავებთ გამარჯვებას ხელში. თუ თქვენ აღმოაჩენთ, რომ რაღაც პატარა წვლილი შეცდომის თქვენც მიგიწვით ამ სფეროში, ამ სიტუაციაში, თქვენც იმუშავებთ საკუთარ თავზე, რაც თქვენმე წაგწევს წინ და თქვენმე მოგიტანთ გამარჯვებას და განვითარებას. კი, დაინგრა რაღაც თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ როგორც თავში აღნიშნე, ეს დაინგრა მაღალი ძალებით, სამართალმა ჩათვალა ასე და ნურავის ნუერჩით, ნურავის ნუ დაათამაშავლებთ, რადგან მაღალ ძალებს უნდოდა ასე და მაღალი ძალების საფუძველზე მოხდა ასე და რა თქმა უნდა, ხა როდესაც მაღალ ძალებზე გვაქვს საუბარი, ვერ მოხდება რამე და ვერ წარიმართება ესე თუ ადამიანებმა არ იმოქმედეს და ადამიანის ხელი არ გაერიაშინით. რა თქმა უნდა, დაზარალდით ადამიანებისგან, მაგრამ ეს ყველაფერი იყო მაღალი ძალებისგან გამოგზავნილი, სწორედ და კონკრეტულად მარტივად რომ მაგიხსნათ. აი ასეთი იყო თქვენი წარსული, აწყო და მომავალი. იმედია, კარგად გამიგეთ, რისი თქმაც მინდოდა. დაზარალება, დასტაბილურება, ზოგთან სასიყვარულო სფეროს, ზოგთან ფინანსები, დასტაბილურდება ძალიან მალე, რადგან მიმდინარეობს დაკვირვების პროცესში, თქვენ იქნებით გამარჯვებული და თუ რომ ვინმე 80%-დან 20%, ანუ 100%-დან სადღაც 15% თulis, რომ ცოტა წვლილი დანაშაულის თქვენც მიგიწევთ ამ ყველაფერში, იმუშავებთ საკუთარ თავზე, რაც თქვენვე წაგადგებათ და უფრო კიდევ უფრო მეტი სწრაფად მიაღწევთ გამარჯვებას. სულ ეს იყო თქვენი წარსული აწყო და მომავალი. ახლა კიდე გემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.